ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი თვალსაზრისით და შემჩნეულია ათასობით წლის წინ და იგივე ბიბლიაშიც, როდესაც ხშირად რაღაცის სწავლება არის მოცემული არის იგავების სახით. ანუ ადამიანებს ინფორმაციას აწოდებენ იგავების სახით. იგივე რაც სულხან-საბამ გააკეთა, როდესაც სიბრძნე სიტყვისა დაწერა, იგავების სახით გადმოცემულია გარკვეული სიბრძნე და ის მართლაც არის სიბრძნე, მართლაც გადაეცემა ადამიანს და ადამიანები უფრო ადვილად იღებენ ესეთი ფორმით, ვიდრე პირდაპირ უთხრა იგივე რაღაცა და მოკლედ. ხო და ეს რა ნიშნავს? ძალიან საინტერესო რაღაცაა ეგ სხვა შორის. ეს უკავშირდება იმას, ჩვენს უნიკალურობას ლაპარაკს. და რატო? ესე იგი ლაპარაკი ჩვენი, იმიტომ კი არა ბევრი ამბობს, რომ ჩვენი ლაპარაკი იმიტომ არის, რომ twin-ში განსაკუთრებული უნები ჩვენ არ აქვს, რომელიც ლაპარაკს განაპირობებს. ძალიან შემთხვევითია ჩვენი ლაპარაკი და ეს მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ჩვენი, ესე იგი ხორხი და საღლაპავი არ არის გაყოფილი მკაცრად. აი რო გადაგცდება რაღაცა, ხო მაგითო გადაგცდება ხოლმე რაღაცა, იმიტომ გაყოფილი არ არის რა. და ამას დიდი ისტორია აქვს, რატომ მოხდა ესე რა. სხვა ცხოველებსაც დააქვთ, რომელსაც კარგად ხმაურობენ რა. ეგეთი რაღაცა, მაგრამ აი იმაში ფრინველებს მაგალითად შენიერი უნარი აქვს. ხო, ფაქტიურად ძალიან ბევრი ფაქტი დაემთხვა, ძალიან ბევრი ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს. ნუ ერთი რომ ესეთი გამეთარდა შიმპანზეების აი ჩვენს იმაში ბინორთულებაში ესეთი ხორხი. მე ის რომ ესეთი twin-ი ქონდა, რომელიც ძუძუმწოვრებს ქონდა. მოკლედ ლაპარაკი არის ამაზე დამოკიდებული და ლაპარაკი არის არა მარტო ინფორმაციის გადაცემა, არამედ ინფორმაციის შენახვაც, რომელიც ფაქტიურად ძალიან შეზღუდული აქვს ინფორმაციის შენახვა იმათ. სხვა ცხოველებს. და რატომ? იმიტომ რომ ეს ლაპარაკი შეიძლება ძალიან დიდი ინფორმაცია გადაცეს, სხვამ დაიმახსოვროს. საბოლოო ჯამში დამწერლობა ცხოვრა არის ლაპარაკი ჩავიწერეთ. კი. ხო, ანუ აი ესე წამოვიდა ჩვენი ლაპარაკის უნარით და მეტყველების უნარით გაჩნდა ინფორმაციის გადაცემის აბსოლუტურად განსხვავებული გზა და მერე გაჩნდა ინფორმაციის ობიექტივაცია. თუ შეუძლიათ ეს რა არის, მაგალითად ახლა ცხოველებში ინფორმაციის ობიექტივაცია რა არის, ახლა თუ ძაღლის რაღაცისა გელია ვებხვი ტერიტორიას მონიშნავს, ის არის ინფორმაცია. და იმათაც აქვს რა თქმა უნდა ეს ინფორმაციის გადაცემა. საკვების შენახვა შეუძლიათ მარხავენ და მე ახსოვთ სადაა. ხაშორზე არ ახსოვთ რა, რო იცოდე რა, ძირითადად ესე იგი ისინი ეს მტაცებლები რომ მარხავენ მე ავიწყდება და ამის ახსნა ეს არის, რომ ეს არის პოპულაციური მექანიზმი, რომ ისინი ვირუსებიდან ვერ ნადირობენ, ისინი გადარჩენ. იმенно პოულობენ მე ისინი ვირუსებიდან ნადირობს და ჭამენ და იმოშვებიან. და საინტერესო ამბავია ეგ ძალკე რა. ხო და ისა ხო და ეს ინფორმაციის გადაცემის უნარი რომ გამომიმუშავეთ, ჩვენ ამით ასევე ძალიან იმას ვქენით, ესე იგი ადამიანებმა ძალიან დავხვეწეთ ესეთი აღზრდის საშუალებები. აღზრდის საშუალებები და ესე იგი იმის კანონზომიერების გადაცემის საშუალებები. და მაგალითად ადამიანის საზოგადოება რა არის, ხო? ხა ერთი კანონით ვერ იმას იცამ რა, ვერ ჩამოაყალიბებ, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მაგალითად რაღაცა სიტუაციაში რა. მაგრამ ამასაც არსებობს ამბავი, რომელსაც ადამიანები წლობით და საუკუნეების დასაწყისებლობის განმავლობაში ერთმანეთს უყვებიან. ეს არის ინფორმაციის გადაცემა. თუ აი ამ შემთხვევაში ეს უნდა მოიქცეს, მხოლოდ ამას ნიშნავს რა. წითელქუდა მაგალითად, ხო? არ უნდა დაელაპარაკო უცხოს. მაგალითად. ნუ წითელქუდა არ არის ის კლასიკური ზღაპარი. არა, ხო, მაგრამ ეს იგივეა ზუსტად რა. პრინციპი ზუსტად იგივეა რა. უბრალოდ იქ მე ცოტა რთული ამბები არის, მითები, რომლებიც ასევე აი ამ ქცევის ინფორმაციას გადაცემენ. რაც თავარია, ეს რა არის, აი ეს ამბავის მოყოლა, იგივე თუნდაც იგავები. ეს არის ისეთი გამოცდილების შეძენა, რომელიც შენ არ გამოგიცდია. მაგალითად მასეთი ინფორმაციის გადაცემა შენ არ გჭირდება, ხო, შენ არ მაგალითად პირდაპირ გადასე ინფორმაცია რომ შენ ამ სიტუაციაში ასე მოიქცე, ეს არის რთული და მოსაწყენი და თუ ამბავს მოუყვები ის შეთანხმდათ იმახსოვრებს ამ სინამდვილეში მთელი ეს ისტორიების მოყოლა ის არის რა, ესე იგი გადაცემდნენ, ანუ ესენი ნუ თქვათ ესე პირობითად ესე იგი ვიღაცეები, რომელსაც ეს ინფორმაცია ქონდა, გადაცემდნენ თავის თავმოყოლებს ამ ინფორმაციას, როგორ რა დროს როგორ უნდა მოიქცე და რა უნდა გააკეთო რა. და ეს მუშაობს რა, რაღაცნაირად ჩვენი კოდირებაა, ტვინის კოდირება, ქცევითი კოდირებაა რა. ხო, ფრედ საინტერესო მომენტია ეს, კაი დიდი ხნის წინ აღმოაჩინე, რომ თურმე ინფორმაციის გადაცემა იგავებით და შეფარებით ბევრად. ხო, ლიტერატურაც ეგ არის სინამდვილეში. აი ლიტერატურა ზუსტად იგივეა, თუ ლიტერატურა ჩვენ რას ვაკეთებ, რატო გვიყვარს ლიტერატურის კითხვა, იმიტომ კი არ გვიყვარს იქ რაღაცა ლამაზ სიტყვების მოგწონს რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად აი ჩვენი თქვათ ესე ინტელექტუალური ინსტინქტი რატომ უნდა წავიკითხოთ წიგნები, ზუსტად ეს არის, ჩვენ მივიძენთ იმ გამოცდილებას, რომელიც არ გამოგვიცდია და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ისე მე მგონი სწორედ ეს ლამაზი სიტყვებია თავარი შეფუთვა. შეფუთვა ზუსტად ეგ არის, მაგრამ ჩვენი ისა სურვილი და ჩვენი ესე იგი მიბმა იმაზე რა, იგივე
ფილმს რატო ვუყურებთ რაღაცას, ხო? ეს ჩვენ ის არის რა, უძველესი ინსტინქტია, რომ ესე უნდა ინფორმაცია ესე უნდა მივიღოთ. თუ მხოლოდ ესე ვისწავლეთ, როგორ ვიცხოვროთ სწორად ამ სამყაროში და როგორ გადავრჩეთ. ეს გადარჩენის მექანიზმია რა.